მოგესალმებით, გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში. ბიძინა ჩხეიძესთან და გივი კაკუშაძესთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი არის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მოგესალმებით ბატონო შალვა, მადლობა სტუმრობისათვის. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობ თქვენ მოწვევისათვის. ბატონო შალვა, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენი კომპანიის შესახებ, რომელიც თქვენი დაფუძნებულია და 11 სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს, ანუ ყავს პარტნიორები. როგორ მოახერხეთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და რა დადებითი მახასიათებელი აქვს ამას ზოგადად ქართულ ბაზრისთვის? პირველ რიგში გილოცავთ ეს სადაც სტუმრად ვიყოფები, ეს არის პირველი ქართული იურიდიული პოდკასტი, რაც ძალიან მისასალმებელია, რაც მეც ვისაუბრებთ იურიდიულ საკითხებზე, იურიდიულ პრობლემებზე, მით უკეთესია, ვინაიდან მე ჩემი კომპანია რაც დავიწყეთ, გამოაჩინა აშკარად, რომ საზოგადოებას სჭირდება მეტი ახსნა იურიდიულ საკითხებზე საუბარი და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, იურიდიული განათლების მიცემა. რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, კი მე აკვირდებოდი წლების განმავლობაში, რომ არსებობდა საქართველოს ბაზარზე მოქმედებდნენ იურიდიული კომპანიები, რომლებიც იყვნენ შემადგენელი ნაწილი საზღვარგარეთ არსებული, უცხოეთში არსებული იურიდიული კომპანიების და სიმართლე გითხრა, გული მწყდებოდა, იმიტომ რომ ქართული იურისპრუდენციას საკმაოდ სერიოზული სიტყვა ეთქმოდა და ეთქმის მსოფლიო იურისპრუდენციაში. ამიტომ გაჩნდა ეგ იდეა რამოდენიმე წლის წინ, თავიდან ძნელად განსახორციელებელი შეიქნა. იყო თავიდან მოსაზრება, რომ ეს კომპანია დაგვეფუძნებინა თქვა შვეიცარიაში, ან ბრიტანეთში და ყოფილიყო იგივე საერთაშორისო, თუმცა ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ აუცილებლად იგი უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული საქართველოში, თბილისში და ამის შემდგომ უკვე ყოლოდა მას წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან და მოხდარიყო გაფართოება და სიმართლე გითხრათ, თავიდან ესეთ გიჟური დიად ჩანდა, იმიტომ რომ საქართველო პატარაა და ამ შემდეგ. თუმცა ამას კარგი გამოხმაურება მოყვა, იმიტომ რომ შენთან იწყებს პარტნიორობას ხალხი, როდესაც თქვათ შეხედავენ და ნახავენ რა кейსებზე გაქვს ნამუშევარი, ვინ არიან ამ კომპანიაში ადვოკატები, ხა ჩვენთან ორი ადვოკატია, რომელსაც ჩემბერსის ჯილდო აქვს მიღებული, იცით თქვენ ფაქტიურად ნომერ პირველი ჯილდოა და ეხლაც წელსაც ნომინირებული ვიქნებით იმედია ჩვენი კომპანიის ადვოკატები და თავად კომპანიაც. ამდეხან ეს დღის წესრიგში არ იდგა, ამის აუცილებლობა ასე ვთქვათ არ იდგა, თუმცა დასთან ერთად ეს საკითხები წამოიჭრა და ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე იქნება ეგ სტატიები, ჯილდოები, ასოციაციებში გაწევრიანება თვალს შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. საქართველოში თუ თანამშრომლობთ სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებთან? ნახეთ, კარგი კითხვა არის. თვითონ მოდელი კომპანიას მოიხსენება თქვი ხაჭაპურიძე და პარტნიორები, ამაზე ბევრი არის ნაფიქრი. რატო პარტნიორები? ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ადვოკატისთვის და იურიდიული კომპანიისთვის. მაგალითად ავიღოთ, შეიძლება მე და თქვენ შორის, როგორც ადვოკატ შორის გაფორმდეს მემორანდუმი, ურთიერთპარტნიორობის მემორანდუმი და შემოვიდა დაუშვათ სისხლისამართლის საქმე ან ბიზნეს დავა ან რაიმე საქმე, რომ დარშიც თქვენ ხართ სპეციალიზირებული, ჩვენ შეგვიძლია ამ მემორანდუმის საფუძველზე გადმოგცეთ ეგ საქმე, მემორანდუმში გაწერილია პასუხისმგებლობები, ეთიკის ნორმები და შემდეგ, ასე ვთქვათ, სრულად შეესაბამებდეს მემორანდუმი მოქმედ კანონმდებლობას და თქვენ შეგიძლიათ ამ кейსზე იმუშაოთ, იყოთ წარმომადგენელი სასამართლოში და შემდეგ. შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები. ასე რომ ჩვენ დღეს მდგომარეობით რამდენიმე ადვოკატთან გვაქვს და იურიდიულ კომპანიასთან მეცაც გეტყვით მარკეტინგულ კომპანიებთანაც და მარკეტინგის სამწუხაროდ რატომღაც უკანაფანზეა ქართული იურისპრუდენციაში გადაწეული და ნაკლები ყურადღება ექცევა, თუმცა ამაზე ალბათ უფრო ცოტა გვიან ვისაუბრებ, თუ მომეცემა შესაძლებლობა, ჩვენ ვთვლით, რომ ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ადვოკატისთვის იურიდიული მარკეტინგი. მოდი აღარ გადავდოთ იურიდიულ მარკეტინგზე საუბარი და მე დაგისვამთ ასეთ შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია მარკეტინგი იურიდიული კომპანიისთვის და ადვოკატისთვის და რამდენად წარმოაჩენს ეს მის იმიჯს საზოგადოებაში? ნახეთ, ძალიან მარტივი პრინციპი არის. იურიდიული მომსახურება არ არის იმ ტიპის მომსახურება, სადაც რაღაც ნივთი არის ხელშესახები. სიტუაციაზე თქვათ, აი ჭიქას ვყიდი და კლიენტი დაინახავს, რომ ჭიქაა და გასაგები. იურიდიული მომსახურება არის
შეუნდა წარმოჩნდეს როგორც კარგი ადვოკატი კლიენტმა უნდა იცოდეს ვისთან აქ მას საქმის ძალიან მნიშვნელოვანია კი სადღაც გაიგონა რომ ხაჭაპურიძე კარგი ადვოკატია იყო თქვა 1 წლის წინ 10 წლის წინ 1 თვის წინ ეს кейსი მაგრამ ხა ავალდებული ეს კაცი ეს ყველაფერი იცოდეს ზეპირა და შენ ბიოგრაფიას მისდევდეს მე როდესაც დავიწყე კომპანიის მშენებლობა ძალიან დიდ სიზნელებს წავასდი იმ კუთხით რომ ფაქტობრივად მარკეტოლოგი რომელიც იმუშავებს იურიდიულ მარკეტინგს საქართველოში ფიზიკურად არ არის უბრალოდ არ არიან ეგეთი ადამიანები ვისაც ელაპარაკები ეს ყველაფერი დაყვანილი აქვს იმაზე რომ აი გაგიმზადებ ორ პოსტს და გადაგიღებ ერთ ვიდეოს დაახლოებით მაგრამ აქ რომ კონტენტ კალენდარია სტრატეგიული მარკეტინგის გეგმა მარკეტინგული ტაქტიკა და ასე შემდეგ და უამრავი საკითხებია ამიტომ მომიწია ამ ყველაფრის მე თვითონ მეცადინება აი ჩემ ბიბლიოთეკას რო შეხედავ დღეს უკვე გაყოფილია აქეთ იურიდიული ლიტერატურა აქეთ მარკეტინგული ლიტერატურა მე აღმოჩნდა თურმე რომ ამერიკაში საერთოდ არსებობს იურიდიულ მარკეტოლოგთა ასოციაცია როგორც ჩვენთან არის თქვა ადვოკატთა ასოციაცია დაახლოებით ესე არის და იქ უამრავი იგივე არის ბრიტანეთში ევროპაში თლად ესე არ არის სხვა ქვეყნებში განვითარებული ამიტომ მომიწია ამ წიგნების გამოწერა მე ამ ხალხთან და ჩემი კომპანიის შენებლობა და დღესაც კონსულტანტად ყავს ბრიტანელი მარკეტოლოგი იურიდიული მარკეტინგის მარკეტოლოგი უფრო მეცაც გეტყვით უბრალოდ დაგეგმილია კიდე სხვა წიგნების იურიდიული ლიტერატურის გამოცემა და ამიტომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ მაგრამ წელს უკვე დაგეგმილი აქვს პირველი იურიდიული მარკეტინგის წიგნის გამოცემა მე ვიქნები ავტორი იმიტომ რომ ის შრომა რას დამიგროვდა ვფიქრობ რომ უნდა გადავცეთ სხვა ადვოკატებს იმიტომ რომ იქ არის მარკეტინგი არის ბრენდინგი მაგალითად დრესკოდი ავიღოთ ხო სასამართლოში დრესკოდი თუმცა შეიძლება შეხვდე იქ თვათ დრესკოდით არ მოსულ თქვათ აი პროკურორებს ეს უკვე დამკვიდრებული აქვს ჩვენთან რატომღაც ეს ჯერჯერობით გადაიდო მანტიის საკითხი თუმცა მე ძალიან მომწონს და მინახავს ეს ბრიტანეთში გერმანიის სასამართლოში ასე რომ იურიდიულ მარკეტინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ გაამატერიალურო შენი სერვისები რითი ხარ გამორჩეული ის რომ ეხლა თქვა გამოხვალ და იტყვი რომ სადღაც Facebook-ზე დააწერ მე ვაკვირდებ მთელი Facebook-ით შემოიფარგება მთელი მარკეტინგი დღესდღეობით იურიდიული მარკეტინგი საქართველოში გამო ადვოკატი წერს მე დღეს მოვიგე ეგ საქმე და დაამთავრდა ამის იქეთ აღარაფერი არ ხდება ნუ ამას პარტიზანული მარკეტინგი ქვია კი ბატონო ერთ-ერთი მარკეტინგის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუშაობს რაღაც დოზით მაგრამ ის რომ სრულყოფილად შენი სიცოცხლე შენ ამას უძღნი 33 წელიწადი გავატარე მე იურისპრუდენციაში ხა ნუ მთელი ცხოვრებაა ხო და სადღაც რაღაც სათქმელი უნდა გქონდეს ამ წლების განმავლობაში დაგიკროვდეს და ეს უნდა თქვა ანახო დაანახო მარკეტინგის გარშემო ამას როგორ გაიგო იურიდიული კომპანია არის ბიზნეს მოდელი ერთგვარი რომელსაც შენ ყიდი შენ პროდუქცია შენ მომსახურეობას რომელსაც რა თქმა უნდა ჭირდება მარკეტინგი და ჭირდება საზოგადოებამდე მიტანა იმ ინფორმაციას რომელიც შენთვის უპირატესი არის და შესაბამისად რაც მეტი მარკეტინგი იქნება ჩვენს პროფესიაში მით უკეთესი ჩვენთან სამწუხაროდ კი მთელ სოფლიოშიც არის მიღებული ბუტიკური იურიდიული კომპანიები თქვათ ორი კაცი სამი კოლეგა არის ეგ მიღებული ამერიკაშიც მინახავს ბრიტანეთშიც მინახავს მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენ ხო ხდებით ორი სამი მეგობარი კოლეგა გაერთიანდა და დადის შრომობს მთელ ცხოვრებას გაატარებს ამ შრომაში მაგრამ იმ ტიპის იურიდიული კომპანიები რაც არის თქვათ ამერიკაში ან თქვათ ევროპის ქვეყნებში დიდი მსხვილი კომპანიები მე აქ სულ ერთი ორი კომპანია ვიცი ასეთი რა ნუ ერთი კომპანია განსაკუთრებით ჩემი კურსელები არიან იქ და წლებია ისინი მოდიან და ძირითად უცხოელებზე და მსხვილ ბიზნესებზე მუშაობენ დანარჩენები ჩვენ ხო ვიცით რომ ბუტიკები ამიტომ აი ამ კომპანიის დაწყება მე რაც დავიწყე იურიდიული კომპანია ზუსტად ეს არის რომ გაკეთეს ხაბი თავისი მარკეტინგით ეხლა ჩვენ საკმაოდ სერიოზული განათლების პროგრამა დავაწესეთ შემოვიტანეთ სტაჟიორებისთვის მესამე მეოთხე კურსელებისთვის ჩაერთნონ თეორია იმიტომ რომ მანამდე დავაკვირდი ხა სტაჟიორი თუ მოვიდოდა ჩემთან ან დავწყები იურისტი რაღაცას მიცემდი და წაიკითხავდა ან არ წაიკითხავდა და ანუ არ ხდებოდა ამ ხალხის სერიოზულად მომზადება არა და ვაატყობ ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ბავშვები მოდიან
განსაკუთრებით ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან. თუმცა პრაქტიკული ცოდნის დეფიციტი არის, რასაც უნივერსიტეტი ვერ აძლევს სამწუხაროდ. სერიოზული დეფიციტია. და მე ნახეთ, შეხედეთ კონკურენცია როგორ არის პროკურატურაში, თუ დაიწყო ადამიანმა მუშაობა, ის სტაჟირებიდან უკვე 3, 4, 5 ზოგიერთი სტაჟიერი თუ კარგად მუშაობს 10 საქმე აქვს წარმოებაში. მერე გაიარა სტაჟირება და მერე საქმეები ეძლევა და ანუ მისი სპეციალური კვალიფიკაცია მაღლდება სისტემაში ზის ის ეხლა თვეში ერთხელ ვიღაცამ საქმე მიცა თქვა პროკურორმა გადაწერო ესე არა იმას თავისი გეგმა აქვს და მიყვება შენ აქედან მომზადებული ამიტომ არის მე აღმოვაჩინე რომ ძალიან ნიჭიერი ადვოკატები წლები ჭირდებათ იმისთვის რომ გაიხსნენ და აღმოვაჩინე რომ ძალიან ნიჭიერია და რა არის ამის მიზეზი თუ ეხლა არის ნიჭიერი რა 10 წლის წინ არ იყო ნიჭიერი 30-35 წლის ჭირდება დაახლოებით ადვოკატი რო გახდეს რომ აი რაღაცნაირად გაიხსნას და თავისთავად რეალიზება მოხდა ამის მიზეზი არის ზუსტად ის რომ ჩვენ არა გვაქვს საადვოკატო მსხვილი საადვოკატო კომპანიები სადაც მივლენ ეს ბავშვები დამწყებები და იქ გაივლიან სრულფასოვან სტაჟირებას და შენ რო ახლა წელიწადში იმას დადგენილებას მიცემ რაღაც გადაწერი ეს და ან დამიწერე დასვეთ ეს სიტყვა როგორ უნდა დაწეროს მე დააკვირდით რა მდგომარეობა მეც ახან ვახსენე რომ ვაპირებთ ეხა უკვე 4 წიგნი არის დაწყებული ჩემს მიერ დასაწერად ეს არის საადვოკატო სამართალის ოღონდ სერიოზული წიგნი იქნება ნახავთ საიდან რა ისტორია ქონდა ადვოკატურა საქართველოში რატო საიდან მოვიდა თამარ მეფესთან რა ხდებოდა და ასე შემდეგ მე და ჩემი ერთი კოლეგა ვწევთ ბატონი ზურაბანიშვილი ამ წიგნს თუ ვინმე სრული აქვს საჯაროდ ვაცხადებ რომ მოვიდნენ და ჩაერთონ ამ წიგნში აიღონ ერთი თავი და დაწერონ სიტყვაზე თქვა იმიტომ რომ ჩვენ უნდა ავამაღლოთ ადვოკატის როლი და რაც კიდეზე თავარია ადვოკატის როლის ამაღლებაზე კარგი ეხა ადვოკატ ასოციაციას რუნავს მივესალმები გააქტიურებულია მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ავამაღლოთ იურიდიული კომპანიების როლი და მე ნახეთ ეხა ჯვარედინი კომპანიების არსებობას ბაზრის სიმცირეც ალბათ განაპირობებს ხო რა თქმა უნდა მაგიტოც არის ეს ბუტიკური იურიდიული კომპანიები რომ ბაზრის სიმცირე არის მაგრამ ზუსტად აი ეს მოდელი იქნა მოფიქრებული მე არ ვაპირებ აქ გაჩერება სიტყვაზე თქვა თუ მოდელი წარმატებული იქნება შეიძლება გავაგრძელო უკრაინაში და სხვადასხვა აი 11 ქვეყანა რომელიც გვაქვს ჩვენ ახლა იქ იმ კომპანიებთან ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობთ გარკვეული პერიოდის მერე ვაპირებთ უკვე იქ ფილიალების გახსნა თვითონ ამ ქვეყნებში ანუ ეგ შეიძლება განიხილო როგორც ბიზნეს მოდელი და თუ შენ წარმატებული კომპანია იქნები ქართული კომპანია ერთხელ თქვა ჩემბერში მოხდი მეორეჯერ 500 საუკეთესო ადვოკატების რეიტინგები არის ბუნებრივია ქვეყნის რეიტინგზეც მუშაობს და ამავდროულად ამიტომ იმას ვამბობდი და უბრუნდები რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ნახეთ იურიდიულ ბიბლიოთეკაში რომ შეიხედავ მაღაზიებში რომ შეიხედავ ნუ არის სისხლის სამართლის კოდექსი იმის კოდექსი არ არის ისეთი წიგნები მაგალითად რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგადასახადო შემოწმების დროს რა უნდა იცოდე კრიპტოვალუტაზე და ტოკენიზაციაზე თანამედროვე სამართალი შემოვიდა რომელსაც ტექნოლოგიის სამართალი ახლა ნუ რაღა ვიღა მარტო ის რომ რაღაც მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და ამის აღარა ეს ეპოქა რა სხვა სამყაროა გარეთ რომ გავიხედოთ ხალხი ცხოვრობს სხვანაირად აბსოლუტურად რა და ამიტომ ამას გაჩნდა საჭიროება ამ ტიპის ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავში ვაცხადებთ ახლა რომ აი მაღალი დონის სამეცნიერო ლიტერატურა ეგ მეცნიერებმა გააკეთონ და წერო ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული სახელმძღვანელოები მაგალითად რა არის ჯვარედინი დაკითხვა არც ერთი წიგნი არა ქართულ ენაზე ფაქტიურად შეიძლება თქვას პრაქტიკული სახელმძღვანელო რა არის ჯვარედინი დაკითხვა უდიდესი მნიშვნელობა აქვს რომელსაც ფაქტიურად ჯვარედინი დაკითხვა გაგებინებს გამართლებელი განაჩენის მე რომ ვკითხო 90%-ია ეგ ჯვარი არც ერთი ბროშურაც არ არის აი ახლა გამოვა უახლოეს პერიოდში ჩემს მიერ დაწერილი რა არის პრაქტიკაში რა წლებში გავიარეთ როგორ იყო რა იყო ანუ და ეხლა ეს თუ ბავშვს არ მიეცი სტუდენტს არ მიეცი ეს წიგნი არ მიეცი პრაქტიკა არ მიეცი როგორ გახდება ხა კარგი ადვოკატი ეხლა მაგალითად ჩვენთან არის ერთი ადვოკატი ომარ ფურცელაძე გადასარევი ახალგაზრდა უნიჭიერესი ახალგაზრდა
მე ვთვლი რომ ხვალინდელი დღეა ნომერ პირველი ადვოკატი იქნება საქართველოში ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაც პროცესებში აქტიურად ჩაერთო, მიიღო მონაწილე. ხა თუ ესე არ მიეცა ადამიანს მუშაობის შესაძლებლობა, ან ახალგაზრდას კლიენტი საიდან უნდა მოვიდეს, ახლა ხო ერთ წლის რო დაამთავრა ახლა რო შედის პროცესი. ხო, ახლა რო შედის, ხო, საიდან უნდა მოვიდეს ახლა ამიტომ ამ იურიდიულ კომპანიებს, ხილინდური კომპანიებში რო იქნება, თუნდაც ბუტიკურში იყოს, ხო? შენ რომ მიცემ საქმეს და იმუშაებ ამ ადვოკატის, თორემ მე ხო ხედავთ ჩვენ პრეტენზიები გვაქვს მოსამართლეებთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი უამრავი თვითონ იურიდიულ განათლებასთან გვაქვს პრეტენზიები. და ხედავთ რომ სამწუხაროდ მოვიდა ის თაობა, ხო, ვამბობდით პადუების უნივერსიტეტები, ხო, ვიცით ხო რაც ხდებოდა, ყველა იმაში სადარბაზოში უნივერსიტეტი იყო, მოვიდა ეგ თაობა. მოვიდა თაობა და ამ თაობამ სამწუხაროდ ამან უკვე გადაწყვეტილებებში პოვა ასახვა, ბრალდებებში პოვა ასახვა, ბრალი რო აქვს წაყენებული და ნუ აი სიგიჟია გაკეთებული და ეუბნები რატო, ნუ აი ესეა საჭირო. ანუ მაგალითად არის შემთხვევები, დასვნით სიტყვას 40 გვერდიანს გამოდიხარ, საუბრობ, კითხულობ, სტრასბურგის პრეცედენტები ღამე მოსამართლეს ზის და Facebook-ში თამაშობს. ახლა ნუ ეგ ხარ დაუვალებია ვიღაცას ხელისუფლებიდან დაჯექი შენ სასამართლო პროცესზე და ეგ იმიტომ არაპროფესიონალია და არაპროფესიონალი სკოლების გრძნობა ხო და რატოა იმიტომ განათლება არ აქვს სათანადო მიღებული გააზრებული არ აქვს გააზრებული არ აქვს სამწუხაროდ ბევრია ვაკვირდებით იურისტებს რომელსაც იურიდიული მეტყველებაც არ აქვს ლექსიკა არ აქვს იურიდიული რატო ხდება ეგ იმიტომ რომ არ აქვს სათანადო საბაზისო ცოდნა არ აქვს ხო ახლა თინა წერეთელი არ იცის ვინ არ დაუმუშავებია რა მაგალითად ჩვენ 2-3 საქმის გარდა ფაქტიურად ქართული მართლმსაჯულებისთვის მიუღებელი აუცილებელი მოგერიება ну რატო რის გამო იმიტომ რომ ну როგორ შეიძლება ხა ეს ანუ ხმა იშვიათი შემთხვევები არის იშვიათი შემთხვევები მე დამკვიდრებული მაქვს ეს პრაქტიკა უბრალოდ ძველი ასე ვთქვათ უკვე ძველი თაობის იურისტი ვარ და გერმანელ მეცნიერებთან მაგ ჩემ პერიოდის ყოფილი მოსამართლეები იყვნენ მეცნიერები იყვნენ მაგ იმათთან კავშირი და კონტრაქტი გვაქვს დადებული მე აქედან უგზავნი თქვა ფაბულა საქმის მასალებს და ის წერს სამეცნიერო დასკვნას ну ჩვენთან დღეს ამას დაერქვა სასამართლო მეგობრის დასკვნა მაგრამ მივიტანე ხა ამას ერთ საქმეზე გერმანიაში აქვს დამთავრებული მოსამართლეზე და ну საერთოდ არც გადახედა ხო, ეგო მოსამართლესაც ცოტა სხვა თემა, მე მაგას ერთი გადაცემა უნდა მიუძღვნა იმ მოსამართლეს, იმიტომ რომ არიან სამწუხაროდ რაღაც მოვლენა გაჩნდა, უცნაური მოსამართლეები, უცნაური ადრე რა არ გვაქვს ნანახი, მაგრამ თლათ ესე არაადეკვატურობასთან არ ქონია საქმე. ასე რომ დავიწყეთ მარკეტინგიდან და ეგ ამაზე შეიძლება ყველაფერი დადგეს რა. კი ბატონო. თქვენ უკვე თქვით და ახსენეთ არაპროფესიონალიზმი, რომელიც სამწუხაროდ იურიდიულ პროფესიაში გავრცელებულია, თუმცა რო შევაჯამოთ და რო შევაფასოთ ქართული მართლმსაჯულება, რა მიგაჩნიათ კიდევ გარდა მაგის სამთავარ პრობლემად და თუნდაც დადებითი მხარეც რო გითხრათ ქართული მართლმსაჯულების დღევანდელ სიტუაციაში. მართლმსაჯულების პრობლემად მე მიმაჩნია პირველი პრობლემად მიმაჩნია მოსამართლეთა ასოციაციის ფაქტიურად უმოქმედობა. მაგალითად ავიღოთ სისხლის სამართლის კანონმდებლობა. სისხლის სამართალში მარტივად რო ვთქვათ არის ერთი მუხლი რომელიც თავის ძროზე წინა ხელისუფლების დროს ჩათვალეს რომ ეგ ამას შეიძლება კორუფციისთვის შეეწყო ხელი და ამოიღეს ეს მუხლი და საუბარია დანაშაულების კატეგორიაზე მოგეხსენება თქვენ სისხლის სამართალში არის ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. სისხლის 55 მუხლი იყო რომელიც ამბობდა რომ მოსამართლე თუ შეხედავს პიროვნებას გაითვალისწინებს მის წარსულს ნასამართლეს მის მდგომარეობას ასე შემდეგ შეუძლია დაუნიშნოს სასჯელი მინიმუმზე დაბალ ზღვარზე. სიტყვა ეს იმას ნიშნავს რომ თქვა თუ ეკუთვნის 5 წელი 5 წლის მაგრამ შეხედა ექიმია ნასამართლები არა 3 შვილის მამა ამ შემდეგ თქვა მიცა 2 წელი. კანონმდებელმა თქვა 55 მუხლი რომ ამოიღეს თქვა რომ ამის განხორციელება მოსამართლეს შეუძლია დღეს მხოლოდ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე 5 წლამდე და მიტუარი თუ აკვირდები თქვენ 5 წლამდე თუ მუხლი არის ფაქტიურად საპროცესოები ამაზე არ ხდება თვითონ მოსამართლე ჰუმანურია მოსამართლე რატო უნდა იყოს მიდრეკილი ამ სიმკაცრისკენ და მაგრამ თუ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია მხოლოდ პროკურატურის შემოგონებით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ერთი ეს, ანუ
ეგ მუხლით დედამიწაზე არ არსებობს ოდნავ ცივილიზაციასთან დაკავშირებით პრობლემა პრეტენზია გააჩნია არ არსებობს ისეთ ქვეყანა სადაც ეს მუხლი არ არსებობს ანუ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებელის ქვაკუთხედი ამაზე უნდა აშენდეს ყველაფერი რომ შესაძლებლობა მიეცეს ანუ მოსამართლეს არ აქვს უფლება წარმოგიდგენიათ ანუ თუ პროკურორი ამბობს რომ დამნაშავე ეს კაცი 8 წელი ერთხელ შევედის სასამართლო დარბაზში და ქალბატონი ლია ორკოდაშვილი ტირის აი 1-2 წლის ამბავს იყო ტირის რა გატირებს მოსამართლეობის პერიოდიდან მეგობრობთ პატივი ყოფილი მოსამართლე საქალაქო სასამართლო რა გატირებს და აი არ გაუკეთეს საპროცესო მე ეს კანონი არ მაძლევს შესაძლებლობას და მიუსაჯე არ მასვახ 7 წელი იყო 8 წელი თუ რა მნიშვნელობა ანუ ამდენი მოსამართლეა სისხლის სამართალში არის ამდენი მოსამართლეთა კონფერენცია ამდენი არასამთავრობოები იძახიან სასამართლო რეფორმა ეგ არის ყველაზე მთავარი მუხლი ერთ მუხზეა საუბარი არავინ ამას არ ახსენებს ეხლა მე გამოდივარ ინიციატივით გუშინ წინ მქონდა საუბარი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან საუბარი მქონდა სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონებთან ბექანემ სიწვერიძესთან და ბატონთან და ეხა ვაპირებ მიმართო ადვოკატთა ასოციაციას რომ იქნებ მოხდეს მე დაელაპარაკონ ამ პროკურატურასაც დაელაპარაკონ იქ არის რაღაც ფორმატი მუშაობის დაელაპარაკონ ამ ესე იმიტომ რომ ეხა ამაზე შეიტანენ მაგ საკონსტიტუციო სარჩელი ამასთან დაკავშირებით ზათვარა შეიტანენ წლები გავა იქ მე საკონსტიტუციო სასამართლო რომ დაინახავს რომ აქ პროკურატურის ინტერესები შეიძლება შეილახოს და პროკურატურის ძალაუფლებას შეიძლება რაღაც მოაგდეს მე დააგდებენ ამას ამ საქმეზე 10 წელიწადი შეიცვლება 1-2-3 საკონსტიტუციო თავმჯდომარე და ნუ მე რა ვიცი რაღაც მოხდა ამიტომ ამ გზას მირჩენია რომ რაღაც აკადემიური მოხდეს თქვა კონფერენცია ჩავატაროთ ხო მოვიწვიოთ კონფერენციაზე მოსამართლეები მოვიწვიოთ კონფერენციაზე პროკურორები ადვოკატები შევხვდეთ ვიმსჯელოთ ამაზე კაცო რო იძახი რომ წინა ხელისუფლება ამნაირი იყო იმნაირი ამ მუხლით გააკეთა იმ წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გვირგვიანი საქმეც ეს მუხლი იყო ამ მუხზე იყო ლაპარაკი ხონდა და დაანებე იმ წინა ხელისუფლებას და ამ საქმეებს თავი ამის გარეშე სასამართლო დამოუკიდებელი არა არც ერთი მოსამართლე ვერ ითქვის დღეს რომ დამოუკიდებელია ეგ არის თქვა თავი ქვაკუთხედა ამაზე უნდა ილაპარაკოს მოსამართლე სად ილაპარაკებს მოსამართლე თავის კონფერენციები უყურებ თქვენ გაიხსნება ფორმალური ხასიათის ანუ მე მაგალითად ამერიკაში მოსამართლე როდესაც გახდი ამერიკაში ნამყოფი ვარ ძალიან ბევრ კონფერენციებზე მოსამართლეთა კონფერენციებზე სხვადასხვა შტატებში ქალაქებში ნევადის შტატში გახდით ერთ-ერთ კონფერენციაზე სადაც დაინგრა დარბაზი მოსამართლეები რომ ჩვენი ხელფასები უნდა გაიზარდოს ჩვენ ფიქრობ ამათი უფლება რაღა უნდა გაიზარდოს ერთი ღმერთი ცანზია და ქვევით ამერიკაში მოსამართლე ანუ ყველა აი სასწაული რაღა უნდა გაიზარდოს და დავა ქონდათ $15,000 ქონდათ ხელფასი და მე შესვენების ზუსტ თქვენ რამდენი და ვეღარ უთხარ $200 ქონდა ხელფასი მაშინ $500 ქონდა და ჩვენ კონფერენციაზე ხმას არ ვიღებთ და ამასაც ანუ კონფერენცია ის ინსტრუმენტი რასაც ეს და რა თქმა უნდა კიდე ნახეთ როგორ არის მე სულ ეუნებოდი ბევრი არასამთავრობო კი ბევრი კაი საქმე კეთება მაგრამ უნდა იყოს ეფექტურად ორი რამ კონფერენცია რომ წინ ყველა პრობლემები იქ უნდა განიხილებოდეს მოსამართლე და კონფერენცია და აუცილებლად უნდა იყოს დისციპლინარული დევნის ორგანო დისციპლინარული დევნის ორგანოში რა ხდება იცით საჩირები არის აი არეტევა ოთახებში არც ერთ მოსამართლეზე მადლობაც არ უთქვათ ანუ შევისწავლეთ თქვენი ბატონო საჩივარი და მართალი ყოფილიყო საყვედურზე ასე როგორ ადამიანი არის წარმოუდგენელი აი ეს ორი ამ ორი ინსტიტუტს თუ შენ ამუშავებ და რა თქმა უნდა სისხლის სამართლის პროცესში პროკურატურას ეხება პროკურატურა სასამართლოს ეხება საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი მოსამართლეს უნდა შეეძლოს თუ მკაცრია უკან უნდა დააბრუნოს და უნდა შეეძლოს უფრო თქვა პროკურატურა უკეთებს 7 წელს უნდა შეეძლოს თვითონ ჩამოვიდეს ამერიკული მოდელია წამოღებული და განუტანილია სრულიად სხვანაირად კონფერენციებს იმიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა თუნდაც სამოქალაქო საქმეების კატეგორიები რო ავიღოთ
პროცესუალურ ერთ მას შეუწყობს ხალხს ერთ გადაწყვეტილებების მიღებას ან განსხვავებული არის რადიკალურად. რა თქმა უნდა. მაგ შემთხვევაში პრაქტიკა ჩამოყალიბდება პროცესუალურ შპს ერთ-ერთი შპს საქმე ქონდა ბაღების კომპანიას ბავშვთა ბაღებს კვებავს ეს კომპანია ტენდერებით 174 ბაღი იყო თუ 177 ეხლა აღარ მახსოვს. იქ რაღაც ეტიკეტი არ მოეწონა მერიას და რამდენიმე მილიონი გაუჩერა, წავიდა დავა ერთიანად არიღებს სასამართლო ამ გაერთიანებულ ამ 170 და ცალ-ცალკე 170 თუ 177 სარჩელი ცალ-ცალკე. მე როგორც იქნა იქ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მოდი 1000-ად გავაერთიანოთ, გააერთიანეს 1000-ად ეგ საქმეები და აბსოლუტურად ყველა საქმეზე სხვადასხვა გადაწყვეტილებები გამოტანა. მოვიგეთ ეს საქმე მე მერიას განაცდურით რაც ეს თანხა არ მიწეს ისიც დავაკისრეთ, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას როცა იკითხავ არის სხვადასხვანაირი. ახლა ეგ ნორმალური მოვლენაა. კონფერენციამ რა უნდა გააკეთოს ბატონო ჩემო კოდექსში რო გეწერია სარჩელ შეიტანდა 2-3 თვეში უნდა დაამთავრო მანახეთ ერთი საქმე რომელიც მაგვადაში და რაღაც ზომები ხო უნდა მიიღო ხალხი წლობით დგას 7 წელი ელოდება მოსამზადებელს იურიდიული ინტერესი ეკარგება ხო ანუ ინტერესი ამერიკის ალიმენტის საქმეებიც კი წლები ამერიკის სასამართლოებში სადაც არ უნდა შეხვიდეთ ყველგან აწერია დაგვიანებული მარცხაჯულებაზე ვარის თქმა თავარი სლოგანი ინგლისურად უფრო კარგად თავარი შენ თუ დროულად არ განახორციელე ეგ არის ზუსტად კორუფცია მე რა მნიშვნელობა ფულს აიღებ თუ სხვანაირად დაარღვევ ჩემ უფლებას სად არის ამაზე მსჯელობა არ მიდის მსჯელობა ხალხის საწყლად მიდის ეს ადვოკატებიც და დადიან და წლების განმავლობაში 7 წელი მოსამზადებელს თომას ოდანი ვერ დანიშნავ ხან სულ არ მაინტერესებს მე შენ რამდენი საქმე ახლა ამ მოსამართემ რა გააკეთოს ანუ მისი მენეჯმენტს ხელმძღვანელობს მოსამართლე და კონფერენციაზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი უნდა მიიღოს აი ეგ არის ეს ქმნის ზუსტად იმ პრობლემებს რაც ჩვენ გვაქვს დანარჩენი გასწორებადი პრობლემები ახლა იქ კონფერენცია როცა ამუშავდება იქ ამუშავდება მე სხვადასხვა თემატური ჯგუფები თქვათ იქ სისხლში რა პრობლემებია თქვათ და ასე შემდეგ და მაგრამ ძირითადი რაც მარცხაჯულების პასუხის ხელს რა თქმა უნდა კიდე მოსამართლეთა მიღების წესები მაგალითად ერთ-ერთი მოსამართლე დაინიშნა სუსის უფროსის მოადგილედ მაღლაკელიძე მე ოხანაშვილი იყო სუსის უფროსი მე მაღლაკელიძე იყო მისი მოადგილე გამოუშვეს და ერთ კვირაში მაღლაკელიძე ისევ მოსამართლეთა იმ ადგილს აუ ეხა რა არის ეგ მე ადვოკატი ვარ და შევდივარ ამ კაცთან სასამართლო პროცესზე მე რა შტაბ-ეშტილება უნდა ჩეს რომ იგი არჩეულია სამართლიანად არ ვიცი ეგ რა არის რა და ამ ყველაფერზე დიახ მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა იმსჯელოს მიიღო კონკურსში მონაწილეობა კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო ხო მასთან ერთად უნდა მიიღო კიდე ვიღაცა 2 5 10 არ ვიცი რამდენსაც სურვილი ექნებოდა ამიტომ ეგ ძალიან ცუდია ეგ ძალიან ცუდი მომენტები არის რომელიც რა თქმა უნდა მიუღებელია და მე პოვებს რაოდენობის გაზრდაც ალბათ საჭირო არის ხო საქმეების რაოდენობით იცით რა არის განსაკუთრებით სამოქალაქოს საქმეები იმდენად მომრავლდა რომ მე მგონი ვეღარ ყოფილის მოსამართლეები მედიაციაც ვერ არის ესეთი ეფექტური რომ იქ გადაინაცვლოს ახეთ 2001 წელს დადგა იქ საკითხი მაშინაც ლადო ჭანდურია იყო ეს სტრასბურგში ეს მოსამართლე ბატონი ლადო ჭანდურია იყო უზენაესის თავმჯდომარე და ეგ საკითხი დადგა თუმცა ლადო ჭანდურია იყო კარგი მენეჯერი და მაშინ მას გერმანელები და ამერიკელები აქტიურად იყვნენ ამ საკითხებში ჩართული მე წმინდა წელს ადმინისტრაციული შეიქმნა ადმინისტრაციული კომიტეტი ამ ადმინისტრაციული კომიტეტში შევიდა 9 სასამართლოს თავმჯდომარე მათ შორის მეც გახდით ერთ-ერთი და თავმჯდომარე იყო ბატონი ლადო ჭანდურია მოადგილე ვიყავი მე რა შედიოდა ჩვენ მოვალებაში უნდა შეგვესწავლა სასამართლოების კანცელარიებში რა მდგომარეობა რა დატვირთვა როგორ არა დაახლოებით 2 თვე დაგჭირდა ჯგუფი შეიქმნა სამუშაო დაგჭირდა იმისთვის რომ შეგვესწავლა ეს მდგომარეობა და მე დაიწყო რეკომენდაციების გამოცემა პირველი რეკომენდაცია იყო რაც გაირკვა თანაშემწეების გაუმართავი მუშაობა ანუ თანაშემწე ამზადებს პროცესს აგზავნის მხარეთა შეტყობინებებს უგზავნის და შემდეგ ეს იყო პირველი ეს გავასწორეთ მეორე იყო კანცელარიაში გაუმართავი მუშაობა კანცელარია იყო დაიწყო ამ კანცელარიის გასწორება მესამე იყო ნახეთ
სიტყვაზე ვთქვათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო გადატვირთული. მაშინ, როდესაც აგერ გვერდით მდებარეობს ცხეთის სასამართლო, კასპის სასამართლო, თეთრი წყაროს სასამართლო და იქ საქმეები არ იყო. დავაშვებინეთ მაშინ რეგლამენტის მეშვეობით კანონში არ შესულა, თუმცა მე რომ გითხრა უნდა შესულიყო და განჭადობის საკითხი. ხო, თუ შეხედავს სასამართლოს თავმჯდომარე რომ მარტივი საქმეები ადეგი და მოიშორე გადაიცი იმ ხალხს, კაცო, ვინც ზიანა არა აქვს ამდენი დატვირთვა. გადაიცი იმ სასამართლოს, იმიტომ იგივე ხელფას იღებს, იგივე გოტები აქვს და იგივე მოსამართლეა. კვალიფიკაციაც იგივეა. დღეს შეიძლება ხვალ წამოიყვანონ უზენაესში დანიშნონ მოსამართლედ. და რატო გადაანაწილე? ანუ შენ პირველ რიგში უნდა დაიწყო მენეჯერულად ამ საკითხის მოგვარება და მე რა თქმა უნდა თუ ხედავ რომ მაინც გამოსავალი არ არის, უბრალოდ პარალელურად უნდა დაიწყო მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა. რა თქმა უნდა. და ნაბიჯ საჯულთა სასამართლოზეც გითხარით მე თქვენ შესაძლოა ამერიკაში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ეს ინსტიტუტი და ჩვენთანაც ნელ-ნელა ინერგება, თუმცა მაინც ბევრი თავს იკავებს, როგორც ვიცი. ხო, ბევრი თავს იკავებს, მათ შორის ერთ-ერთი მეც გახლავართ, ვინც თავს ვიკავებ, იმიტომ რომ ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები გამოდის ხოლმე და ძალიან დიდი რისკია, რომ ვერ შეგისმინონ და შენი სიმართლე დაიკარგოს და ამიტომ ამას გირჩევნია რომ ისე პროფესიონალური მოსამართლესთან მქონდეს საქმე. მე რომ მკითხო ამ კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეხლა მე მქონია ერთი საქმე, ერთი ბოლო პერიოდში, სადაც აი დღემდე ვჯავრობ, ფიქრობ რომ ხომ არ ჯობდა წავსულიყავი ნაფიცსაჯულებით, ხომ არ ჯობდა, მაგრამ იქ რო შენ პრაქტიკაზე აანალიზებ რა ხდება, როგორ ხდება და რა რისკებთან გადიხარ, ასე ვთქვათ, სივიწყალი გესხვება და ფიქრობ რომ მოდი თავი შეიკავო. ამიტომ ინსტიტუტის მე რა თქმა უნდა დადებითად უყურებ, ყოველ შემთხვევაში ეხა ძალიან აღფრთოვანებული არა ვარ, მაგრამ არც წინამდეგი არა ვარ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ ამ ინსტიტუტის განვითარებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა ამ კუთხით საგანმანათლებლო მუშაობა უნდა იქნეს გაწეული. ესე უბრალოდ ნახეთ, რამდენიმე პროკურორია გადამზადებული ამ კუთხით და რამდენიმე ადვოკატმა რაღაც ტრენინგი გაიარა და თვით ასე ვთქვათ განათლებას იღებს ამ მიმართულებით. ეგ გასაგებია პროკურორი, ადვოკატი, მხარეები, მაგრამ აქ და მოსამართლეც, მაგრამ თვითონ საზოგადოებაში უნდა ბევრი რეკავს ჩვენი ინდივიდუალურ კომპანიაში, რა უნდა გავაკეთო რომ არ წავიდე ნაფიცსაჯულად. ყველა ნაცნობი და მეგობარი მაგას მეკითხა. ხო, აი პირველი მთავარი კითხვა, ყველას დიდი მოწონება, ვიდეო თუ ჩაწერი არის ნაფიცსაჯულის არის და თავი. ხო და მეორე რაც კანონი ჟის ამას რა. ანუ ეს მეტყოლეს იმაზე რომ ამ ადამიანმა საზოგადოებაში არ არის ზათ ამისთვის და საზოგადოება არც არასდროს არ იქნება ზათ თუ შენ არ მოამზადე. ჩვენ თუ მაგას უცადეთ, ეხლა როდის მომზადდება, ასე არ გამოარა. ყველაზე მეტად, როდესაც მოდის თქვენთან კლიენტი, როგორც ადვოკატს, ასე გეკითხებით. და თქვათ არ არის გულწრფელი ან რაღაცას მალავს. ამ შემთხვევაში როგორია თქვენი სტრატეგია და ასეთ საქმეს თუ აიღებთ მაინც? და მეც დავამატებ არამ, რა შემთხვევაში ამბობთ საქმის აღებაზე უარს. ნუ, კარგი კითხვა. მადლობთ. ნახეთ, ცოტა გასაოცარი შეიძლება იყოს, მაგრამ არასდროს არ ვეკითხები კლიენტს, ახლა მე ღვდელი არა ვარ, ახსნება ჩავიბარო რა მოხდა იქ დეტალებში, მე მაინტერესებს, ჩემი ნომერი პირველი არის საქმის მასალები. რა წერია საქმეში, იმიტომ რომ ჩემმა გამოცდილებამ დამანახა ერთი რამ, მე გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის 33 წლიანი გამოცდილება, ეხლა ცოტა არ არის, ხო? მე პრეზიდენტის მრჩეველი და კიდე მე ვხედავდი გამოძიებაში ფაქტი იყო სხვა, გამოძიებელი წერდა ამას სხვანაირად, პროკურატურას სასამართლოს შემოდგონდა და ანუ ფაქტიდან განაჩენის გამოდანამდე რადიკალურად იცვლებოდა მთელი ისტორია. ეგ არის თქვენ თუ ამას ვინმე მეცნიერულად დაждდება და შეისწავლით, ძალიან შეიძლება 90% საქმეების აღმოჩნდეს ასე. ამიტომ სად უნდა ვდიო ხა იმან რა აქ თავში და გეუნება სიმართლეს არ გეუნება. ორი რაღაცა მოქმედებს ამ დროს შენთვის. პირველი ეს არის სისხლის სამართლის მასალები, რა წერია და მეორე, თუ რაიმეს არ გეუნება, ხელშეკრულებაში აწერებ რომ ვალდებულია ის და უნდა გითხრას, თუ არ გეუნება და ვისი ბრალი ხა ძალით ხო ვერ იმას. ეს ერთი და რაც შეეხება საქმეებს, ხო? ნახეთ როგორ არის.
ჩემი ცხოვრება აეწყო ისე და ჩემი საქმიანობა აეწყო ისე, სადაც მარტივი საქმე არ მაინტერესებს და ძალიან ბევრია შემთხვევები მარტივ საქმეებზე ვამბობ ვარს. ან თქვათ ჩვენ კომპანიაში არიან ადვოკატები, რომლებიც თქვათ იწყებენ და ან საქმიანობს და დიდი ხნის გამოცდილება და ვეუბნები წაიღე და მიხედიან საქმეს, თუ საქმე არის ჩვეულებრივი და მარტივი, მე იმ საქმეს ხალხს არ ვგიდე. საქმე თუ არის რთული, ფაქტიურად შეუძლებელი, მაშინ ეგ საქმე ჩემია და მაინტერესებს. აი იქ ვიღებ მე პროფესიულ, ასე ვთქვათ, სიამოვნებას, რომ ვატარებ ექსპერტიზებს, ძალიან ეფექტურად ვიყენებ ექსპერტიზებს, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს და კრეატივს, რომელიც ნახეთ, ამიტომ არის ჩემი ერთი საქმე რო აიღო ნამუშევარი ადვოკატურაში, შეიძლება მეორე და მესამე და მეოთხე საქმეს არ გავდეს. სტანდარტი აი ამ გზით მივდივართ. აი ეხლა მქონდა მაგ სტანდარტით უდგები კომერციულ დავებს. მე ვერთვები კომერციულ დავებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უძლიერეს დღეს საქართველოს პატა ლობჟანიძე სამოქალაქო სამართალში კარგი სტრატეგია არის და ეხლა მოგეხსენება თქვენ ძალიან გახმაურებული ამბავი არის პირველ აპრილამდე თუ კომპანიები შეპესეები ხო შეპესეები არ არ მოვიდა კანონთან შესაბამისობაში მე უშვებენ ამ კომპანიებს ლიკვიდაციაზე. ამან გამოიწვია ბუმი საქართველოში. თუ ვინმე რაიმე ბოღმა ქონდა პარტნიორზე 20 წლის წინ შენ სადღაც დაბადების დღეზე არ დამპატიჟე თუ ასე შემდეგ შეპესე წესდებებზე ხელი არ მოუწერეს. აი ადენ და არ მოუწერეს ხელი რა. ამდენი ამ მომიტანი, ამდენი მომეცი ჩემი წილი და გაუგონარი ხების ის იყო ბრახაბრუხი. გააჩერდა ეს შეპესეები. ეხლა წარმოვიდგინეთ, გვაქვს ერთი საქმე, უზარმაზარი კომპანია, რამდენიმე მილიონიანი კომპანია არის და არ მოუწერა ხელი 10%-ის მოცილემ, არ მოუწერა ვერცერე კრებები ჩავატარეთ, ნოტარიუსი ესწრებოდა ამ კრებებზე, მოკლედ ყველაფერი ვეხვერწეთ, ვემუდარეთ, არაფერ არ გაჭრა, არ მოუწერა, ვეუბნებით ლიკვიდაციაზე მიდის, ამდენ მილიონიანი კომპანია. მე წავიდეს ლიკვიდაციაზე, მე რაში მაინტერესებს. ხო, ნუ იქ სამოქალაქოს ადვოკატებს ვისაც ველაპარაკე მე ყველა მხარემ ვერაფერს ვერ ვიზავთ ვერაფერს. ნუ მე აი ზუსტად ის მომენტი, სადაც არაფრის გაგეთ, ანუ ყველა ხელებს ჩამოუგრეს, აი იქ მერთვება რა. შევიტანეთ, ესე იგი, სასამართლოში სარჩელი და უზრუნველყოფის ღონისძიებად მოვითხოვეთ დაავალდებულოს რეესტრი, რომ იმის თანხმობის გარეშე? ხო, მისი თანხმობის გარეშე არის, ვინაიდან ის პარტნიორმა ბოროტად გამოიყენა ახალი კანონმდებლობა. და მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება და მივიტანეთ რეესტრში და ახლა რეესტრი გაუნება ახლა მომიტანეთ სასამართლოს განმარტება ამ გადაწყვეტილებას. არა, ეგ ხო, რეესტრი ნახე, ახლა რეესტრი აქეთ თავრობა დგას ზურგს უკან და ეუბნება, არაფერი აღარ ქრათ, იმიტომ რომ ეს მიიყვანეთ ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკო გაგეთი. აქეთ მოსამართლის გადაწყვეტილებაა, ხო? ნახოთ, ეს ერთი გადაწყვეტილება გვიკავე ხა და ბევრი არის ესეთი მაგალითად, აი მაგალითი რომ გასაგები გახდეს, ხო ხედავთ, აი რა არის იურისპრუდენცია, შენ შეიძლება თქვა მოვიგე მე საქმე, მაგრამ არაერად მოიგე. მაგალითად, სულ ახლა ხა მქონდა ქურდული სამყაროს წევრის მიმართ საქმე, დანაშაულო იყო ასე, მიჟილი ხონდა 8 წელი ამ ადამიანს იჯდა, 2 თუ 3 წელი იჯდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა ქონდა ცუდი. ნუ ხან ფსიქიატრიაში გადაიყვანდნენ, ხან ვიამეთში გადმოიყვანდნენ, მოკლედ ამ კაც ატარებდნენ აქეთ იქეთ და ნუ მე ვიღაცას უთხრა რომ აი ამ სამედიცინო სამართალზე მუშაობს ხაჭაბურიძე და მოვიდნენ. აი როგორი სისხლის სამართლის კოდექსში არის 294 მუხლი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო, მაგრამ თელმა იურისპრუდენციამ დაწყებული საბჭოთა კავშირიდან იცის რომ ავადმყოფობა ითვლება მხოლოდ თუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი იტყვის ავად ანუ ფეხით ყივა, გულით ყივა, თავით ყივა და ფსიქიატრია ცალკე რაღაც განყენებულად ითვლება. ბიჭო, მე ვთქვი ჩემ თავს უთხარი კაცო, ავადმყოფობა ხო არის ესეც კაცო, რატო არა ავადმყოფობა? ჩაიხედავს შესაბამისი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც გეუბნება ჩამონათქვალი და მათ შორის არის ერთ-ერთი დაავადება შიზოფრენია. დავნიშნე ექსპერტიზა, მაგრამ ნახეთ ახლა ამას ყველაფერს კიდე არეგულირებს ფსიქიატრული დახმარების შესახებ კანონი, რომელიც გეუბნება თუ პატიმარი გახდა ავად გადაიყვანე ხონში. ჩავატარე ექსპერტიზა, გადავიყვანე ხონში, იმკურნალა 3 თვე, გადმოვიდა კიდე ცუდად გახდა, ჩავატარე მეორე ექსპერტიზა და ამჟამად ექსპერტმა თქვა, რომ დიახ,
ექსპერტებს საერთოდ უჭირთ დაწერონ შეურაცხადია, მძიმე ავადმყოფია, რავი, რატო არ უნდა წერენ, წერენ, იმიტომ რომ აქ ნახეთ საქართველოს როგორა ყველა სახელმწიფო ძალაუფლების ხარესაა. ექსპერტი იმისკენაა, პროკურორი იმისკენაა, პროკურორი ხო კაი, იმისკენ ექიმი იმისკენაა, უმეტესობა სამწუხაროდ და ადვოკატი ხარ მარტო ერთი და მიტოს არის ეს ადვოკატი ხანდახან კლიენტთანაც აიგივებული. და მეორეჯერ ჩავატარე ფსიქიატრული ექსპერტიზა და მიმართე სასამართლოს და იქ თქვი რომ ეს კაცი არის მძიმე ავადმყოფი ფსიქიატრიულად. და შენ თუ მეტყვი რომ ხონში წავიყვანე სამკურნალოდ ხონში აღარ უნდა იყო აგერ ხონში ერთხელ და თუ ხონში ერთხელ იყო და კიდე მეორეჯერ გააგზავნე ევროკონვენციის შესაბამისი გადაწყვეტილება იპოვე მაშინ ეს არის წამების ტოლფასი ადგა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა გაუმარჯოს ღმერთმა სამართლიანი ობიექტური განათლებული მოსამართლეა მიიღო გადაწყვეტილება დარბაზიდან გაათავისუფლა საერთოდ საჯელის მოხდისგან იყო ისეთი პრეცედენტული. ამიტომ ნახეთ, ეხლა ამას ხომ მოფიქრება უნდა და ეს პროცესში მოდის. რამდენი წინააღმდეგობა წამოა, მაშინ ირთვება ეს გამოცდილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა და ეს ჩემთვის საინტერესოა. ამ ტიპის და თუ საქმე არის ჩვენ წავედი ეხლა საპროცესო უნდა გაფორმდეს არიან ჩვენ კომპანიაში ადვოკატები გადავცემ ამ საქმეს და გებადოს ლარა ჩვენ და წავედი. სირთული არის თქვენი თავი. სირთული ეგ არის მე რაც ამ პროფესიაში მიზიდავს და წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამომართლებელი განაჩენი. არც ერთ ადვოკატს ამდენი გამომართლებელი არ ქონია, ფაქტია დევს. მაშინ ქონდა ეკაბესელიას რამდენიმე გამომართლებელი, ქონდა შალვა შავგულიძეს რამდენიმე ადვოკატს ქონდა რა. ეხლა რამდენად შეიცვალა სტატისტიკა? ნახე ეხა უფრო მეტია, ცალსახად უფრო მეტია გამომართლებელი განაჩენი და თუ ადვოკატი კარგად ნუ მაშინ გამომართლებელი განაჩენი რა იყო იცი აი ფილმებში უკვე გლადიატორი შეყვა და ან გამოხვალცოს მე ორჯერ დაკითხოთ და დაკავებას მიპირებდნენ იმ საქმეზე რომელიც გამომართლებელი განაჩენი ერთ-ერთი არ მინდა ხა თქვა ჩემი კურსელი იყო ეს პროკურორი თქვენ დაზარალებულზე მოახდინეთ ზეწოლა და საერთოდ თვალთან ყავდა ეს დაზარალებული ნახე ორი დაზარალებული დედაშვილი ქალბატონები დაიჭირეს მერაბ ჯორბენაძე იყო მოსამართლე ადამიანის გატაცებაში ფულის გამოგზავნაში გაამართლა პიროვნება ზუგდიდში ცხოვრობს ახლა ეს ადამიანი. ხო და მაშინ გამომართლებელი განაჩენი ეს იყო სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. თუ ეხლა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, ოღონდ როგორი თემა იცი? ნუ დიდი შანსი გაქვს უფრო გადარჩები, დაზიანებები. ხო, იქვე სასიკვდილო შეიძლება დაზიანება არ მოგაყენო. ნაკლები იმით გამოხდა. ხო, თუმცა ეხლაც რთულია, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორე, ეხლა რა თქვა, სტატისტიკა გაზარდა ძალიან ოჯახურმა ძალადობებზე გამომართლებელი და ნუ მე სიმართლე გიხეთ ახლა დიდ მოგება და ადვოკატისთვის იქცოლი მოვა და შეეცოდა ეს ქვარი და ჩვენება არ მიცოდა გამომართლებელი განაჩენი ცოტა სხვა რა გამომართლებელი განაჩენია აგერ მაგახა ერთი საქმე მიდის არ ვიცი ჯერ რა მოხდება ანუ იქ ამოცნობებია იქ დნმ-ია იქ რა მაგრამ მიდიხარ და მაინც გამომართლა ეგ არის გამომართლებელი და ახლა ცოლი მოვიდა იქ ქვარი შეეცოდა ცრემლები და აპატია იმას ეგ ხო ამიტომ ჩემთვის ეგ არის კი ეგ არის სადაც სიძნელია სადაც რთულია იქ მივდივარ სადაც მარტივი არ მაინტერესებს ბატონო შალვა მედიის როლზე უნდა გკითხოთ დღეს იმიტომ რომ მედიის გარეშე მოიხსენებათ განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებზე ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს ამას საზოგადოების მიმართ და აინტერესებს ხალხს. რამდენად დიდია მედიის გავლენა და რამდენად უშლის ეს ხელს ადვოკატს, ან პირიქით შეიძლება არ უშლდეს საქმიანობაში. ხო, მედია საერთოდ ცალკე მსჯელობის საგანია და ეგ არ არის მარტივი თემა. ვინაიდან სითულეს წარმოშობს მედია დღეს გაყოფილია ორ ნაწილად. მოიხსენებათ არის სამთავრობო მედია და არის ოპოზიციური მედია. თუ სამთავრობო მედია მოვიდა და ჩაგწერა რაღაც თემაზე ვიღაცა იქეთა მხარისთვის ხარ უცებ მომენტალურად მიუღებელი თუ ოპოზიციური მედია მოვიდა და უფრო მეტად ოპოზიციური მედია მოდის ჩაგწერა სისხლის სამართლის საქმეზე მაშინ იქეთ პროკურატურაში უკვე სხვა თვალით გიყურებენ რომ ახე იმას ისე ხო მე კიდე ცუდი რა არის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ვიტყოდი თქვათ რაღაც განცხადებები 15 წუთში პრემიერი აკეთებდა განცხადებას თან აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებას პრემიერი. ბიჭო, შენ არ გინდა ამ პოლიტიკა, დანახვა არ გინდა, ეხლა თუ მადევნებთ თვალს, ერთ სიტყვას არ ვახსენებთ საერთოდ პოლიტიკაზე, ხო? ხო და ამდენს პირდაპირ პასუხობს.
მერე მინისტრი გამოდის, მერე იქ ის გამოდის, მერე მარია ზახაროვა გამოვიდა. პირდაპირ რაც ვილაპარაკე იმაზე, ნუ აი ისე დღეში ხარ რა. არ გაცე პასუხი და როგორი თემებია, იცი? უშუალოდ შენი კლიენტის ინტერესების დაცვას ეხება. ეს ეგ პრობლემა არის, მაგრამ თავად ის რომ და სხვათა შორის მე ამ პრობლემაზე რაზეც ვლაპარაკობ, ეგ მე მოუწოდებ იმ ხალხს, ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, არიან მე და ასწავლიან მეცნიერები, ეგ შესასწავლი ფენომენი. თქვენ თუ დააკვირდებით, დღეს საინფორმაციო გადაცემებს რო ჩართავთ, 50%-ზე მეტი ადვოკატების ინტერვიუები. ადვოკატები არიან საინფორმაციო ბადის შემსებები, იმიტომ რომ იმდენ გახმაურებულ საქმეებში არიან და ეხლა რამდენი ადვოკატი ინტერვიუს გააკეთებს, იმდენი პოლიტიკურად ჯვარს აცვა და არ არის ესე ხო ეგ არის სამწუხაროდ. ყველა პრეზიდენტის ადვოკატი ვიყავ. ყველა პრეზიდენტის გარდა მარგველაშვილისა და რამდენიმე პრემიერ-მინისტრის და რამდენიმე პარლამენტისა და რამდენიმე არ დაჭირდა ადვოკატი და თქვენ არ მოგმართეთ. ხო, მარგველაშვილს არ დაჭირდა, ძალიან კანონმორჩილი იყო. ხო და ეხლა რა გამოდის? მიშისტიც ვიყავი, ზვიადისტიც ვიყავი, ბიძინისტიც ვიყავი, რავი, ვინ ვიყავი, კიდე რამდენი იყო? ხო, ყველასტი ვიყავი. ჩემი საქმე მაქვს, მე კლიენტი მოვიდა, ვიცავ დამთავრდა ეგ საქმე, წავიდა, მოვიგეთ, ვერ მოვიგეთ, ყველა საქმეს ვიგეთ. ბრალდებულის და ადვოკატის გაიგივებას უწყობს ხელს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და ცივილიზებული სამყარო არის მაგაზე შეთანხმებული, რომ არ შეიძლება ადვოკატის ეგ არის კატასტროფა, ეს არის ხალხო კატასტროფა. და მით უმეტეს აი ბოლო გახმაურებულ საქმეებზე იქ ნუ მოკლედ რა ადვოკატთა ასოციაციაა სამწუხაროდ თლად ასე ვთქვათ კარგად ვერ წარმოჩინა იმ პერიოდის ადვოკატთა ასოციაციამ. ადვოკატი ამ დროს უნდა იყოს დაცული ყველა, იმიტომ რომ ეგ მისი პროფესია. ანუ ჩვენ ახლა უნდა ვარჩიოთ ეს მომწონს, ის არ მომწონს, ეს მიმწონს, ის არ მომწონს. არ არის ეგეთი რაღაც. თან საქართველოს პატარა ქვეყანა, ყველას ვიცნობთ, მეგობრები ვართ, ნაცნობები ვართ და შენ. ასე რომ მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ნახეთ მე მაგალითად ვერც კი წარმომიდგენია ჩემი საქმიანობა ჟურნალისტების დახმარების გარეშე. შენ აი გუშინდელი ფაქტი რო ავიღოთ რა, ეს რაც მოხდა იქ პოლიციელებთან დაკავშირებით. ახლა მედია არის მეოთხე ხელისუფლება. და მით უმეტეს ჩვენ საქმიანობაში. ამიტომ მე პირადად არ ვასხვავებ ხა იქ და მე ძალიან ბევრ ძurnalistთან მეგობრობ, ძალიან დიდ პატივს ემატ პროფესიას და მიმაჩნია, რომ ისინი უზარმაზარ როლს თამაშობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში, მართლმსაჯულების სწორად წარმართვაში და ასე შემდეგ. ძალიან გულიმსდება ახლა დარბაზებიდან გამოიყვანეს ჟურნალისტები, მაგრამ ნუ იმედი ეგ ყველაფერი ჩვენი ეს დაალაგდება და გამოსწორდება. ძალიან საინტერესო იყო ბატონო შალვა, უბრალოდ ბოლოში მინდა ერთი კითხვა დავსვა ზოგადად ადვოკატის პროფესიაზე და რა განასხვავებს კარგ და საშუალო ადვოკატს ერთმანეთისგან? შრომა არის ყველაფერი რა, მე და გამბედაობაც ალბათ. ნახეთ როგორი თემა არის საქართველოში ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, ვიზეთ შეიძლება თქვა, რომ უნიჭო არის. თვითონ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. თუ ადამიანი ნიჭიერი კაცი შრომობს, თავის თავზე მუშაობს, ვარჯიშობს და კითხულობს საქმის მასალებს, ანალიზებს, მე რაღაც ციდან არ მოგვაქვს ახლა ეს ცნობილი ადვოკატები ვინც არიან, ციდან არ მოაქვს ეგ ფორმულები და რაღაც ყველაფერი მუშაობის შედეგი. რა თქმა უნდა, გამბედაობა ხო, კი ბატონო, გამბედაობა ამ პროფესიაში საერთოდ არ უნდა წახვიდე, განსაკუთრებით სისხლის სამართალში თუ გამბედაობის პრობლემა გაქვს. თუ შენ ხა ფიქრობ, რომ სისხლის სამართალში მე მინახავს ადვოკატები, ყოფილი ადვოკატები, მოდი ასე დავარქვათ, ვიღაც მოდიოდა ხელისუფლებაში, თქვათ პრემიერი ან ვიღაც მისიანი უცებ გამოჩნდებოდნენ ეს ხალხი ის პერიოდი სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი, ადვოკატები იყვნენ, მიდიოდნენ ამ საპროცესოებს აკეთებდნენ და მე წავიდა ის პრემიერ-მინისტრი, ისინი აღარ არიან, საერთოდ აღარ არიან, აღარ ჩანან საერთოდ რა, წლებია უკვე აღარ ჩანან ეგ ხალხი. და ყველამ ვიცით ესეთი ადვოკატები გამოჩნდებიან, გაქრებიან. კარგი ადამიანებია, ცუდი არ მოგშენ და ნიჭიერი კაცისა ყველაფერი, მაგრამ მოვიდა იმ თავის რაღაცა იმუშავა, ერთი
ერთი ტრაბახობდა კიდევაც, კაც ვამბობდა, რომ აბა სტატისტიკა ნახეო, ყველაზე მაგარი სტატისტიკა მაქვს, მე ყველაზე ბევრი საქმეები მე მაქვს. ხო, ქონდა ყველაზე ბევრი საქმეები, იმიტომ რომ მთელი პროკურატურა მაგას აძლევდა მარტო იმ საქმეებს და სულ საპროცესოები თავდებოდა. ადვოკატი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, ერთ-ერთი ამერიკელი მეცნიერ საქმე თქვა. ეს არის ფაქტიურად ჩათვალი მოციქულივით არის სამყაროში. ყველამ რომ ხელი ჩაიქნი ადამიანზე, იქ მიდის და იმას უდგას გვერდით და ეხმარება რა. შენ ხო იმის მორალური და პიროვნული შეიძლება საერთოდ არ მოგწონდეს. საერთოდ მიუღებელი იყოს როგორც ადამიანი შენთვის. ან შენი პროფესია ეგ და მაშინ ინთები და მაშინ ამას თუ აკეთებ, ეგა კარგი ადვოკატი და კარგი ადვოკატი არის საქმეს რო წააგო და შენ კლიენტი მაინც რო გაყოფილი არის. ეხა შეცდომები ყველას მოდის ხო, მაგრამ ის რო დაინახავს რომ შენ სანთელივით დაიწვი და დაწვის დროს ის სანთელი რო ენ თუ იმით რო უნათებდი იმ სიბნელეს რაც ის ყველაზე ჩვენ ხო ვიცით ახლა ვინც სისხლის სამართალში ადამიანი მე მინახე გარეთ ვიცნობდი და მინახავს როცა დაიჭირეს სულ სხვა ადამიანი ხდება სტრესები ნერვული რაღაც 1000 რაღაცები ემართებათ ანუ იმდენად დიდი სტრესია ანალოგიური მდგომარეობა აი მინახავს მე ოჯახის წევრი გაწონასწორებული ინტელიგენტი ადამიანი და უცებ დაუჭირეს ოჯახის წევრი და სრულიად არაადეკვატურები ხდებიან რეკავს დღეში 30 ჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ უზარმაზარი სტრესი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის ორი რამ, თავისუფლება და ჯანმრთელობა. აი როცა ამ ორ საკის და ამ თავისუფლებაში ნომერ პირველი გადამწყვეტი და სანთლის გამკვალავი, შუქის გამკვალავი ხარ ადვოკატი. ახლა თუ ამას არ აკეთებ კარგად, არ ხარ კარგი ადვოკატი რა. აი ეგ არის მე მგონი კაი ადვოკატი რომ იმუშაო იშრომო და თუ ამას კრეატიულობას დაამატებ ხო საერთოდ რა. და თუ ამას ჩვენი დროს გვეშველება და ჩვენ გვექნება სასამართლო სადაც აი არაფერს არ ვთხოვ სასამართლო ხელისუფლებას. არაფერს სადაც მტკიცებულება არის წარმოდგენილი ობიექტური მაგალითად პროკურორი იძახის ამან იმ მოქალაქეს ესროლა და წაუყენოთ ბრალად კვლელობის ცდელობა. მივდივარ მომაკ ექსპერტიზის დასწრება და ექსპერტი ამბობს აქ კადრებში რაც ჩანს გასროლა ნაწარმოები არ არის. ამას გამომყენებელი განიჭერა, უნდა დააყენო. რა თუ ამას ახლა მეორე კლასელ მოწაფეს რომ მიუდანო იმის გეტყვის რომ შენ თვალზე უკეთესად ხედავს ექსპერტი, იმიტომ რომ ამას ადიდებს 1000 რა თუ ამ სამართლის ცოდნა უნდა? არა, მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას. აი, ამიტომ არაფერი არ მინდა. აი, მომასწრო იმ დღეს რომ კონდეს სამართლიანი სასამართლო. ვინც უნდა ის იყოს ხელისუფლებაში. სასამართლოთი მოგვარდება ეს ყველაფერი. რა პოლიტიკურ პარტიას, რა პროგრამაც უნდა ის დაწეროს. ექიმად დამირღვიოს უფლებები, პოლიციელმა დამირღვიოს, ვისაც უნდა იმან დამირღვიოს უფლებები. მომეცით სასამართლო, მე მივხედავ თვითონ ჩემ თავს და ჩემ უფლებებს. ეგ თუ არ არის, აღარაფერი აღარ ამერი რა. ძალიან დიდი მადლობა დასასრულიც ისეთი იყო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მართლაც საინტერესოა თქვენი მოსმენა. გისურვებთ წარმატებებს და უსურვებთ წარმატებებს ჩვენს პროფესიას. ხო, დიდი მადლობა ბატონო შალვა, ძალიან საინტერესო პასუხებისთვის და საუბრისთვის და ჩვენი გადაცემაც მაგას ეძღვნება, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროფესია პოპულარიზაცია გავაკეთოთ და ბევრი სტუდენტიც უყურებს ამ გადაცემებს, არაერთი შემთხვევა ყოფილა ასეთი რომ ჩვენც უთქვიათ და თქვენი მოსმენაც რა თქმა უნდა მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. ერთი დავამატებდი ხა მე ვარ ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაწყებული მაქვს ნოლიდან გამომძებელი პროკურორი და აქ არ ყოფილვარ რიგითი ასე ვთქვათ რა ყველგან რაღაც ასე ვთქვათ ჩემი კვალი და მე დამიჯერონ მომავალმა თავ ადვოკატი არის ნომერ პირველი. ადვოკატობა არის ნომერ პირველი იურიდიული პროფესია. მოსამართლეობაზე ამბობენ, მაგრამ მე მოსამართლეც ვიყავი და ძალიან ბევრი გახმაურებული 22 კანონიერი ქურთი მყავს გასამართლებული 22 კანონიერი ქურთი და მე ერთამაზე ადვოკატობა არის ნომერ პირველი პროფესია და იმისთვის რომ არცეც არ ჭირდება იმ ხელა განათლება რაც ჭირდება ადვოკატს გამომძიებლის პროკურორის მოსამართლის პროფესიაზე მეტი ცოდნა ჭირდება ადვოკატს